ირაკლი მოიწერა როგორ გავავგო ქალებს თუ შევეგო ირაკლი რა საყვარელი კარგი კითხვა როგორ გავგო ქალებს ესე იგი ნუ პირველ რიგში არც უნდა გავგო და არც უნდა შეეგო არამედ მიიღო ის მოცემულობა რომ ქალები ხშირად თავად ვერ ვუგებთ ხოლმე საკუთარ თავს რატომ? იმიტომ რომ ძალიან ემოციურები ვართ და ეს ჩვენი ემოციურობა, ნუ ღმერთმა ასეთები შევქმნა, ასეთი ფსიქიკა დაგვიწესა და ოკეი, ვერსად ვერ გავიქცევით ამას. ამიტომ უბრალოდ მიიღე და იცოდე რომ ქალი განსხვავებული არსებაა ვიდრე მამაკაცი და არ დაელოდო მისგან იმ თქვათ ლოგიკურ და გაწონასწორებულ მოქმედებებს, როგორიც მამაკაცს შეუძლია. მერე როგორ გავუგო ქალებს პირდაპირ კითხე. აი პირდაპირ კითხე ის ქალი რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, შეყვარებულია მეუღლეა, დედა და თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი ქალი შენს ცხოვრებაში, პირდაპირ კითხე რომ აი რაც გაინტერესებს რა, პირდაპირ კითხე რომ გაქცეს მანაც პირდაპირი პასუხი. რა უნდა, რა ახარებს, რა წყინს, რა გეგმები აქვს შენთან მიმართებაში. პირდაპირ კითხე და მესამე ამას ქალებსაც ვეტყოდი და კაცებსაც რომ გვახსოვდეს რომ ერთი მეორე ღმერთმა მოგცა საკუთარი თავის შესაცნობად. მხოლოდ იმასთან ურთიერთქმედებაში, რაც შენ არ ხარ, შეიცნობ საკუთარ თავს საუკეთესოდ. და უყურეთ, აი უფრო გასაგები რა იყოს ხომ? მაგალითად ზე და სიცხე და ცეცხლი თავის თავს შეიცნობს წყალთან ურთიერთქმედებაში. წყალი თავის თავს შეიცნობს ჰაერთან ურთიერთქმედებაში. ჰაერი თავის თავს შეიცნობს მიწასთან ურთიერთობაში. ანუ ის რაც შენ არ ხარ და ეს რო ერთდება და რა ხდება მაშინ. და ამ შემთხვევაში ეს კი აღარ იქნება რაღაცა კონფლიქტის ჩვენი განსხვავებულობა ქალისა და მამაკაცის შორის კი აღარ იქნება კონფლიქტისა და რაღაცა იმისი უსიამოვნების მიზეზი, არამედ იქნება ვა, რა საინტერესო ამოცანა, ვა, ჩემს თავს ვუკვირდები, მე როგორ რეაგირებ, ვა, ჩემი მეწყვილე როგორ რეაგირებს, უყურე, რა არის, რა საინტერესო რაღაცა და აი ამ კუთხით თუ მთლიანად ცხოვრებას მივუდგებით და მით უმეტეს საწინააღმდეგოს ქეს და მით უმეტეს ურთიერთობებს წყვილში, ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო იქნება. მოგწონთ ის კონტენტი, რომელსაც მე ვქმნი და მიწერეთ რა მოგწონთ თუ მოგწონთ, ან თუ არ მოგწონთ, მაშინ რატომ არ მოგწონთ, ესეც დაწერეთ. და ლაიქეთ, ან პირიქით დაიწუნეთ ვიდეო. თუ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია იყო, მაშინ აუცილებლად შეინახეთ რჩეულებში ეს ვიდეო და გააზიარეთ. ამით მე ძალიან დამეხმარებით და დიდ мотивაციას მომცემთ. მადლობა წინასწარ. ნებისმიერ შემთხვევაში უდიდესი მადლობა ნახვებისათვის, კომენტარებისათვის და გაზიარებისათვის.